მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო, ყველამ კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ბევრი გასაიდუმლოებული და ამოუხსნელი რამ. ამიტომ დღეს გადავწყვიტე ვისაუბროთ 5 ამოუხსნელ საიდუმლოზე, რომლებიც დღესდღეობითაც უცნობია. ნომერი 1. უცნაური ნათება. მსოფლიოში უამრავი პრეცედენტი ყოფილა უცხოპლანეტელთა ხომალდის გამოჩენის, მაგრამ ამ შემთხვევას ყველაზე ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. თვითმხილველები აღწერდნენ, რომ როგორც აღმოჩნდა, იგი და რამოდენიმე წუთის შემდეგ მიწაზე განათება დაიწყო. ასევე ამბობენ, რომ ეს ნათება აზიანებდა ყველაფერს, რაც მოხდებოდა მისი სინათლის ქვეშ. დღესდღეობითაც ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ მეცნიერებს. ნომერი 2. ცის ხმები. მაშინ, როდესაც ცა მოწმენდილია, ხალხს ესმის უცნაური ხმა, რომელიც ჰაერში ისმის. უამრავი ადამიანი ამ მოვლენას უცხოპლანეტელებს უკავშირებს, მაგრამ დანამდვილებით არაფერი არ არის ცნობილი. What's the sound? ამ უცნაური მოვლენის დროს არავითარი ნათება არ დაფიქსირებულა და არავითარი მფრინავი ობიექტი. დღესდღეობით მეცნიერები მაინც ცდილობენ ამ მოვლენას მეცნიერული ახსნა მოუძებნონ. ნომერი 3. ბეწვიანი ხელები. 1920 წელს ერთ გზატკეცილზე რამოდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ არაფერი უცნაური არ იყო შემჩნეული, ყველა შემთხვევა ფატალურად სრულდებოდა. მაგრამ ერთი შემთხვევისას მძღოლი გადარჩა. იგი უგონოდ იყო და როდესაც გონზე მოვიდა, მან გაიხსენა თუ როგორ მიუახლოვდა იმ გზატკეცილს. როდესაც იგრძნო რამოდენიმე ბეწვიანი ხელის შეხება, რის შედეგადაც დაკარგა კონტროლი მანქანაზე. ნომერი 4. პოლოკის ტყუპები. არსებობს შესაძლებლობა რეინკარნაციის შესახებ. თუმცა ბევრ ხალხს ამის არ სჯერა. 1958 წელს დაიბადნენ ტყუპები, რომელთა დებიც 2 წლით ადრე დაიღუპნენ ავტოსაგზაო შემთხვევაში. დაბადებისთანავე ისინი ძალიან წააგავდნენ თავიანთ დებს, არა მარტო გარეგნულად, არამედ ქცევებითაც. ლაპარაკის დაწყებისთანავე მათ გაიხსენეს ის ხალხი, სადაც თავიანთი დები ცხოვრობდნენ ადრე და ის სათამაშოებიც კი, რითიც ისინი თამაშობდნენ. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მათ ზუსტად დეტალებში აღწერეს თავიანთი დების დაღუპვის ამბავი, მათი სიცოცხლის ბოლო მომენტამდე. ნომერი 5. დროში მოგზაურობის დამამტკიცებელი საბუთი. ეს აღმოჩენა გაკეთდა 2008 წლის დეკემბერში ჩინეთში. როდესაც არქეოლოგები გათხრას აწარმოებდნენ, ისინი წააწყდნენ უძველეს საფლავს, რომლის გახსნის შემდგომ შეამჩნიეს პატარა მეტალის ნატეხი. ისინი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მას ჰქონდა ამოტვიფრული სვის და გაჩერებული იყო 10 საათსა და 6 წუთზე. მეცნიერთა გამოკვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ საათი, რომელსაც მათ მიაგნეს, ძალიან ძველი იყო და დრო, რომლითაც ის თარიღდებოდა, შვეიცარია არც კი არსებობდა. დიახ, ჩემო მაყურებლებო, მართლაც რომ უცნაურია, მაგრამ ეს ფაქტები დღესდღეობითაც უცნობია. ამ ფაქტებთან დაკავშირებით პასუხი არც ერთმა მეცნიერმა არ იცის. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.